სხვათა შორის რო ვადარებ ეხლა ახალების შემდეგ რაც ხდებოდა ციხეში და იმაში შედარება არ არის, მაგრამ აი ხაც შემთვალწინ მეორე კოიგაზე ვიცი იმედად პირველ კოიგაზე ღამე შემოიყვანეს ვიღაც კაცი, რომელსაც ჩვენ თვალწინ როგორც გასაბერი ბურთი რო გააბეროთ, იბერებოდა მულცელი. ურტყავს ხელებს იმაში რა ქვიან კარებზე რომ მოეხედათ იმას და კაჩვილი არ შემოვიდა სანამ არ გათენდა და არ ყურადღება არ მიეცა რასმე ჩემი თვალი დავინახე ისე საკანში 12 კაციანში 52 კაცი ვიყავით 15 კაციანში რამდენი იყავით 12 კაციან საკანში ვიყავით 52 12 კაციანში 52 და როგორ გეძინათ ხოცინა იმით მორიგეობით აი ჩემი ჯერია გააუზა თქვენ რამდენი საათი კონდათ კოტა ასე მე საერთოდ არ მეძინა თუ დამიჯერებთ რა მე წამალი შემოვატანა ჩემი მეუღლის რომელიც ნარკოტიკი არ გეგონდათ უბრალოდ თიშავდა და ერთ საათზე გავთიშავდა ხოლმე და აი ბაში თუ მივწებოდი ეგრე და დაანჩეს ვერ ვიცინებდი აი რანაირად დამეძინა საჭმელს ვერ ვჭამდი მთელი ამ 4 დღის განმავლობაში ალბათ შეიძლება მქონდეს 1-3 სველი წერტილი ქონდათ საკანში სველი წერტილი აი სწორედ დამასწრეთ სხვადასხვა სადაც მე ვიყავი რომელ საკანში მე ვიჯექი ეს ისე ჩვენი ციხის უფროს დამსახურება ყველაზე უკეთესი საკანი იყო ამ 52 კაცი რო ვიყავით რომელშიც სველი წერტილი იყო და მაღლა ამ ტუალეტის მაღლა იყო ხოლმე კასრი პლასმასსაც იდებოდა ხოლმე ის რა ქვია კეპიცელეს რო ეძახი და თუ სხვაგან მე ხლა შესული ვარ იხედავ და დამიძახებდნენ ხოლმე იქ ვიღაც შავი სამყარო გამიყვანა ეგრე იქ იყო საშინელება რა ვიცი ხე ყარა ყველა ფერის უჩანდა ვიმე საშინელება რასაუბრა